გარდაცვალების საქმეში არსებულ საეჭვო გარემოებებზე საუბრობს გარდაცვლილის ძმა. რამდენიმე წუთის წინ ზურა კიწმარიშვილმა ჟურნალისტებს ის ავტოფარეხი დაათვალიერებინა, სადაც 2 დღის წინ ეროსი კიწმარიშვილის ცხედარი იპოვეს. სოფო ოხანაშვილს ჩავთავთ ახლა ყიფშიძის ქუჩიდან პირდაპირ ეთერში. სოფო, ხომ არ არის რაიმე ახალი დეტალი ცნობილი, რას ამბობს გარდაცვლილის ძმა? ახალ დეტალზე გარდაცვლილის ძმა არაფერს არ ამბობს, ის ამბობს, რომ გამოძიები და რაიმე ახალი მტკიცებულების ან ახალი დეტალის შესახებ მათთვის ინფორმაცია არავის არ მიუწოდებია და მათთვის ცნობილი არ არის. ჩვენ დილიდან ვიმყოფებით ეროსი კიწმარიშვილის სახლთან ყიფშიძის 13 ნომერში. ცოტა ხნის წინ იყო მოსული გარდაცვლილის ძმა ზურა კიწმარიშვილი, რომელმაც ჟურნალისტებს გვაჩვენა ავტოფარეხში ის ადგილი, სადაც იდგა ეროსი კიწმარიშვილის ავტომანქანა, როდესაც ის გარდაცვლილი იპოვეს. დღეს ზურა კიწმარიშვილმა მედიასთან კიდევ ერთხელ გაიმეორა ოჯახის პოზიცია, რომ კიწმარიშვილები არ ეთანხმებიან თვითმკვლელობის ვერსიას და ელოდებიან გამოძიებისგან დამატებით დეტალებს. რამე მნიშვნელოვანი იქნა, ბუნებრივია დავინტერესდებით და გავეცნობი, თქვენ ნახეთ შემთხვევის ადგილი. დანარჩენი ვერსიასთან დაკავშირებით ოჯახის პოზიცია წერილობით თქვენ მოგეცათ, დასამატებელი იქ არაფერია. რა ვიცი, ველოდებით გამოძიებას, ველოდებით ექსპერტიზის პასუხს. უცნაურად მეჩვენა ის ფაქტი, რომ შემთხვევის ადგილზე ამოღებულ იარაღს არ ჰქონდა სისხლის კვალი. ამის თაობაზე ექსპერტებსაც მოახსენე ჩემი აზრით და მე გამომძიებლებსაც უთხარით, რომ ამაზე რაღაც პასუხი იქნება. არა, ღვედის თემა რა იყო, არ ვიცი, მოკლედ ჩვენი პოზიცია გაცხადებულია უკვე, გამოაცხადეთ, იქ ვერაფერს ვეღარ დავამატებ. დანარჩენი ფანჯარა და ეს დეტალები ამყარებს იმ პოზიციას, რომელიც ჩვენ გამოხატეთ. მეც ვერაფერს ვერ გეტყვით ამასთან დაკავშირებით. არ ეთანხმებით თვითმკვლელობის ვერსიას, ეს ისე რჩება, რა თქმა უნდა, ეს იყო გუშინდელი პოზიცია და დღესაც ამ პოზიციაზე ვარ, სანამ არ იქნება სრულფასოვანი გამოძიება დასრულებული. როგორც გითხარით, ჩვენ დილიდან ვიმყოფებით ყიფშიძის 13 ნომერთან, ჯერჯერობით ეროსი კიწმარიშვილის ძმის გარდა აქ არავინ გამოჩენილა. ჩვენ ველოდებით, რომ დღის მეორე ნახევარში შესაძლოა მოვიდნენ გარდაცვლილის ახლობლები, ოჯახის წევრები და მეგობრები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეროსი კიწმარიშვილი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში, საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი 15 ივლისს აღმოაჩინეს და მას როგორც მისი ძმა ყვება, მის ავტომანქანაში ასევე ნაპოვნი იყო ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც მისივე ძმის განმარტებით არ აღინიშნებოდა სისხლის კვალი. საქმე აღძრულია 115 მუხლით, რომელიც ითვალისწინებს თვითმკვლელობამდე მიყვანას, თუმცა როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ისინი ყველა შესაძლო ვერსიაზე მუშაობენ და არ არის გამორიცხული, რომ ეს მუხლი გადაკვალიფიცირდეს. გმადლობთ, სოფო ოხანაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში ყიფშიძის ქუჩიდან.